როგორი რეკომენდატორი გვჭირდება მოლაპარაკებებში და ამაზე ხშირია ხოლმე დისკუსია განსაკუთრებით B2B მოლაპარაკებების მიმართულებით, რადგან ჩვენ აქტიურად ვასწავლეთ მაგალითად იგივე cold calling-ს და ხშირად არის ხოლმე რომ დავით cold calling-ი რთულია, აი რეკომენდაციით, როდესაც გადიხარ კლიენტზე, აი მაგ შემთხვევაში ბევრად მარტივადაა საქმე და რა თქმა უნდა ერთის მხრივ ეთანხმები, თუმცა მე არ დამოვიწყდება 2019 წლის ისტორია, რაც გადამხდა თავს. ერთ-ერთ ნაცნობს თხოვე რეკომენდაცია გაეწია ერთ-ერთ ბანკთან. ეს ნაცნობსაც ვერ დავარქმევ საკუთრებით ახლოს მეგობრობდით და მითხრა რომ კი მაგაზე მე თვითონაც ნათქვამი მაქვს დავით ეხლავე გადავრეკავ, რა ვიცი, მიდგა, მოდგა, მე მითხრა რომ შეაწუხა ხალხი იქ და მოკლედ მელოდებოდნენ და არ დამოვიწყდება ეს შეხვედრა. წავედი ჯერ მალოდინეს ეგრეთ წოდებულ რეცეპშენში რადგან იმ დროს, როდესაც 2 საათზე იყო ჩემი შეხვედრა დანიშნული, მითხრეს, რომ შეხვედრა არის პარალელურად და თანამშრომლები უცებ შევიდნენ ჩემივე შეხვედრაზე და ეს დრო ჩემი მოკლედ წაიღეს და ნერვიულობ ხა გარკვეულად ღელავ ცოტა შეურაცხყოფილათაც ვიგზენი თავი. დივანი ნერვიულობს, ცდილობს რაღაცნაირად გამოვიდეს სიტუაციიდან, ხან ჩაი შემომთავაზა, ხან ყავა. მეც მაქსიმალურად წელავ დროს, რომ ვითომ ეხლა არაფერი არ ხდება, მაგრამ დაახლოებით ეს 15 წუთი გავიდა. და ავდექი ფეხზე. და ვეუბნები დივანს, რომ მოდით მე დაგტოვებთ, იმიტომ რომ სხვა შეხვედრაც მეწყება, დიდი ბოდიშის მოხდით და აქ მოხდა ის, რაც პრინციპში მინდოდა რომ მოხდარიყო, დივანი სასწრაფოდ შევიდა დირექტორის კაბინეტში და უთხრა, რომ თქვენი სტუმარი მიდის. და მოკლედ საკმაოდ უკმაყოფილო სახით გამოვიდნენ ის დანარჩენი კოლეგები, ვინც იყვნენ იმ მოლაპარაკებაზე და შევედი მე, შემიყვანეს. და როდესაც მეგონა რომ დამხვდებოდნენ კეთილგანწყობით, რეკომენდაციით დარეკილი და მეგონა რომ ყველაფერი გამზადებული იყო, რეალურად რაც იყო და რაც მოხდა, მე მოვხვდი დაკითხვაზე. თავი მეგონა ჩვეულებრივად სასამართლოზე. და ეს ყველაზე ცუდი რა იყო ისიც, რომ თვალებშიც არ მიყურებდნენ იდეაში თან ცალკე პარალელურად საქმით იყვნენ დაკავებული. და ეს ჩემთვის ორმაგად რთული იყო, რადგანაც მე იდეაში ესეთ სიტუაციისად არ ვიყავი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც რეკომენდაციით მიდიხარ, გონია რომ პრინციპში საქმე მოგვარებული არის. ამ შეხვედრიდან ერთი პლუსი რაც იყო, რომ კონფლიქტით არ გამოვედი და რაღაცნაირად, რა თქმა უნდა, თავი გავართვი, მაგრამ იქიდან რომ არაფერი გამოვიდოდა, ეგ უკვე ფაქტი იყო. და შესაბამისად წამოვედი სრულიად იმედგაცრუებული და ამ თემას და ამ კომპანიას და ამ ბანკს საერთოდ აღარც მიუბრუნებულ ვარ, თუმცა მე უკვე სხვა გზით გავიცანი და ხშირად, ასე ვთქვათ, მქონდა თანამშრომლობა. ეხლა მე მინდა აქ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ყველანი აქეთაც ვითხოვთ, რომ აი იქნებ რეკომენდატორი ვნახოთ ვინმე, იქნებ ვინმე რეკომენდაცია გაგვიწევს. თავარი არის ვის თხოვ რეკომენდაციის გაწევას. და ძალიან საინტერესოა თვითონ ის რას ეუბნება შენზე, როდესაც რეკომენდაციას წევს. მაგალითად, მე შემიძლია ეგერ ვახოზე ან ანაზე გავწიო რეკომენდაცია, დავრეკო მაგალითად გურამთან და ვთქვა, რომ გურამ გაუმარჯოს, აი გურამ ერთი ჩემი ახლობელია რა, ვახო. არა ბიჭო, ცუდი ბიჭი, შრომობს, წვალობს და შეხვედრა მთხოვა შენთან. რა ვიცი, შეხვდი ხა, რა გამოვა, რანაირი ეგ თემა დაალაგდება, უკვე თქვენ იცით რა. და დანარჩენი მოკლედ თუ შეხვდები, მითხარი აბა მომწერე. და თუნდაც ეს საქმე შეიძლება ჩაითვალოს გაკეთებულად. და ეხლა მე მეორე ტიპის რეკომენდაციას ვიტყვი, რომ ურეკავ რეალურად. ანას და ვეუბნები, რომ ანა, ვახო მინდა გაგაცნო, ჩემი პარტნიორი ყველაზე მაგარი პროფესიონალია, ვინც კი შემხვედრია და მინდა რომ იცნობდა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან კარგი საქმეების კეთება შეუძლია თქვენთვის, თქვენი ორგანიზაციისთვის. რა ვქნა, მივცე შენი ნომერი, შეხვდები? აი ეს ორი რეკომენდაცია ხო განსხვავდება ერთმანეთისგან. რეალურად ძალიან განსხვავდება, ხო? და პრობლემა იმაშია, რომ განა რეკომენდაცია გაგიწიონ, როგორ გაგიწევენ და ყველაზე მთავარი მინდა მესიჯი, ასე თქვა, დაგიტოვოთ, რომ კარგად დააკვირდით, ვის თხოვთ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ეს ადამიანი კეთილგანწყობილი უნდა იყოს თქვენზე. უნდა ჯეროდეს, რომ თქვენ სარგებელს მოუტანთ და კარგი ტიპი ხართ. და უნდა გემეგობრებოდეთ.
და არა პირიქით სარგებელს ელოდეს მე ამ შეხვედრიდან თუ რაიმე გამოვა, თუ არ გამოვა და მაქსიმალურად თავს იზღვევდეს და ნეიტრალურად საუბრობდეს. ამერიკელებს აქვს ერთ საინტერესო ტექნიკა სხვათა შორის, თუ ვინმეს თხოვს რეკომენდაციას, იქვე თხოვენ, რომ შეგიძლია ახლა დაურეკო და უთხრა აბა რომ შევხვდე. და იქ უკვე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კონტროლდება, რას ეტყვის და როგორ ეტყვის რეკომენდატორი თქვენზე. ამიტომ შემდეგში სანამ რეკომენდაციას ვინმეს თხოვთ, კარგად დაფიქრდით ამ ადამიანს რა განწყობა აქვს თქვენზე და თქვენც წააშველეთ სიტყვები, რა უნდა თქვენ მეგობარს, რა უნდა უთხრას თქვენმა მეგობარმა უпростоრედ იმ ადამიანს, ვისთანაც თქვენ გინდათ შეხვედრა. წარმატებულ შეხვედრებს გისურვებთ.